კარგად მოგეხსენებათ, მე გახდით სტავროპოლის მხარეში და იქ მე გავიცანი ბიზნესმენები, რომლებიც საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებდნენ საქართველოსთვისაც, რუსეთისთვისაც, ვიქტორ ხადელაშვილთან მქონდა მე შეხვედრა, ინტერვიუ, რომელმაც თქვა, რომ ის მზად არის დაასაქმოს საქართველოდან ადამიანები. და ხელი შეუწყოს იმ ადამიანებს, რომ იშრომონ რუსეთში და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის საუბარი ამას. დიდი გამოხმაურება მოხდა ამ ყველაფერს, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა მე. ეხლა თქვენ ხედავთ აგერ ჩვენს ამოვანათებს ტელეეკრანებზე იმეილი, რომელიც თეზეც შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი ეს CV და თქვენი ეს წერილები, რომელიც მივა ბატონ ვიქტორ ხადელაშვილამდე, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველამ ძალიან ბევრი არის მსურველი და თან ეხა რუსეთში კომუნიკაცია ცოტა რთული არის და ამიტომ შეგიძლიათ ეგ გააგზავნოთ თქვენი მონაცემები, სად გსურთ დასაქმება და ეს ყველაფერი მიღებული იქნება ბატონ ვიქტორ ხადელაშვილს მე ვესაუბრე, მან ასევე მითხრა რომ ის მზად არის ოჯახებიც კი დაასაქმოს, მაგალითად აი მეუღლე, ორი მეუღლე რომლებიც აი ჩავა იქა, მას შეუძლია შესთავაზოს. ეხლა ათასობით სამუშაო ადგილი ნამდვილად არ იქნება იქ, მაგრამ ბევრ ადამიანს ხელი მოემართება. ამიტომ აი ამ იმეილზე თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი მონაცემები და შემდგომში უკვე არჩევის წესით მოხდება თქვენთან დაკავშირება, იმიტომ რომ მე მინდა რომ რაც უფრო მეტი ქართველი დასაქმდება, მით უფრო მოხარული ვიქნები და თუ ჩვენი ტელეკომპანია ამისი ხელშემწყობი იქნება. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ზარები, შეტყობინებები მივიღე აი ამ ვაკანსიებთან დაკავშირებით.